ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგებმა ბალტიის ქვეყნების მიმართ კითხვები გააჩინა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებაზე მიუთითებენ. ამ დასკვნამდე მივიდა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც დაადგინა, რომ სამივე ქვეყნის კომპანიები რუსეთს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში ეხმარებიან. მილიარდობით დოლარის ნავთობი ბალტიის ზღვის გავლით და ფარული ოპერაციები იმ ფონზე, როცა 2025 წლის თებერვლიდან რუსეთის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტში შემავალ 400-მდე ტანკერზე ევროკავშირს სანქციები აქვს ამოქმედებული. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ სწორედ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება ერთ-ერთი მიზეზი არის, რის გამოც ბალტიის ქვეყნები საქართველოს ბოლო წლებში მწვავედ აკრიტიკებენ. გამკაცრებული რიტორიკა კონკრეტულ სასანქციო გადაწყვეტილებებშიც გამოიხატა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გათვალისწინებით თბილისიდან ოფიციალურ რიგას, ვილნიუსსა და ტალინს ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ. სამივე ქვეყანა საქართველოსთან სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ღვინის ექსპორტის თემად შეახსენეს. ომი, რომელიც ადამიანებს კლავს, ფული ღირს. ფულს რუსეთი ნავთობით შოულობს. და ლამის 4 წლის თავზე ირკვევა, რომ უკრაინაში ამ ომის დისტრიბუციაში თავიანთი წვლილი ლიეტუვურ, ლატვიურ და ესტონურ კომპანიებსაც მიუძღვით. ყოველ შემთხვევაში ლიეტუვაში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ადგენს, რომ ჩრდილოვანი ფლოტის სახელით ცნობილ ტანკერებს გასაყიდად გამზადებული მილიონობით ტონა რუსული ნავთობი თავისუფლად მიაქვთ და მოაქვთ ბალტიის ზღვაზე, სწორედ ბალტიური გიგანტი კომპანიების დახმარებით. გამოძიება ადგენს, რომ მხოლოდ 10 თვეში ბალტიური კომპანიების კუთვნილმა გემებმა, რომლებსაც საწვავით გამართვის მცურავ სადგურებად იყენებენ, რუსული პორტებიდან გამოსულ 160-მდე ტანკერს გაუწიეს მომსახურება საერთაშორისო სანქციების გვერდისავლით და საშუალება მისცეს მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობი ამავე სანქციების მიუხედავად სწორედ ბალტიის ზღვით გაეტანათ გასაყიდად. ამ ფინანსურ სკანდალს სკანდალური პოლიტიკური მხარეც აქვს. გამოდის, რომ ბალტიურ სახელმწიფოებს, რომლებიც პოლიტიკურ დარბაზებში ისე პოზიციონირებენ, როგორც კონტინენტზე რუსეთის ყველაზე დაუძინებელი მტრები, ზღვაზე სხვანაირი პოლიტიკა გამოსდით. და ამ ისტორიას თავისი ბმა აქვს საქართველოსთან. ჩვენ არაერთხელ ნახეთ, თუ რამხელა შეტევები ხორციელდებოდა საქართველოზე, როდესაც საკითხი ეხებოდა სანქციების შესრულებას და ამ კონტექსტში საქართველოს როლს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილიც ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად. ამავდროულად ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლისგანაც ძალიან ხშირად მოდის ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით, სწორედ იქ ხდება ძალიან ბევრი ისეთი განვითარება, რაც უკავშირდება სანქციების გვერდის ავლას. უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, როცა მკაფიოდ ითქვა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს კი აღასრულებდა, მაგრამ თავად ვერ დააწესებდა ანალოგიურ სანქციებს, ეს განცხადება საქართველოს თავზე კრემლის ქოლგის კონტურებად, რატომღაც პირველებმა სწორედ ბალტიურმა სახელმწიფოებმა აღიქვეს. და მას შემდეგ ქვეყნის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებადაც რატომღაც სწორედ ბალტიელი პოლიტიკოსები იქცნენ, რომლებიც ევროსტრუქტურებში ხან ანგარიშების და ხან რეზოლუციების ტექსტების ძირითადი ავტორები არიან. მაგალითად, ძირითადად ბალტიელი ევროპარლამენტარების ავტორობით მიღებულ რეზოლუციებში პირდაპირ იკითხებოდა წუხილი იმის თაობაზე, რომ საქართველოს სანქციებს თავად არ აწესებდა. მოგვიანებით კი უკვე ევროკომისიის ანგარიშში გამოითქვა შეშფოთება ცნობების თაობაზე, რომ ქვეყანა რუსეთს თითქოს ამ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. ამასობაში გაირკვა, რომ იგივე ბალტიური სახელმწიფოები ომის დაწყების შემდგომ რუსეთში რატომღაც ყველაზე მეტ ღვინოს ყიდდნენ. 2023 წელს ჩვეულებრივი ღვინო რა მოსატანია და გაირკვა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ ისევ რუსეთში შამპანურიც კი ყველაზე მეტი გაყიდეს და ამ პროდუქტის ექსპორტში იტალიას და საფრანგეთს აჯობეს. არათუ საქართველოს, რომელსაც ბალტიურ ქვეყნებთან შედარებით მოკრძალებული პოზიცია უჭირავს. დავიდრე ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პოლუსი შეკითხვას სვამდა, როდის იქცნენ ბალტიური ქვეყნები ღვინის მსხვილ მწარმოებლებად, მეორეს არც მაშინ გასჩენია შეკითხვა და არც ახლა, როცა თავად ლიეტუველი ჟურნალისტები ამტკიცებენ, ვინ ეხმარება რუსეთს რეალურად სანქციების გვერდის ავლაში. ახლა ეს გასაგებია, რომ ოცნებას ძალიან სურს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულოს. მაგრამ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აქ ცოტა მეტი ინფორმაცია საჭირო. გამოძიების შედეგად ადგინდა, რომ რა კომპანიები ახორციელებენ ამ საქმიანობას.
და ერთი არის, როდესაც კერძო კომპანია მისი რისკის ფასად აბსოლუტურად ღირებულებების გარეშე ახორციელებს ამ საქმიანობას და რუსებს ეხმარება, ასე ვთქვათ, სანქციებიდან თავის არიდებაში და მეორე არის, როდესაც სახელმწიფო არის ჩართული ამ პროცესში და ქართული ოცნება მთელ სახელმწიფო რესურსს იყენებს იმისათვის, რომ რუსეთს დაეხმაროს სანქციებიდან თავის არიდებაში. სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის ამ პოზიციაში ახალი არაფერია. პირველად ეს გზავნილი პარტიის ნარატივში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და საქართველოს იმიჯსაც სერიოზული ზიანი მიაყენა. მერე დიდხანს ეძებდნენ ქვეყანაში ჩამოსული ექსპერტები შავ-ხვრელებს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და სანქციების აღსრულების სტანდარტებით კმაყოფილებმა და მადლიერებმა დატოვეს ქვეყანა. თუმცა ამის შემდეგ საქართველოსთვის ბოდიში არავის მოუხდია. არც სხვათა შორის ბალტიურ სახელმწიფოებს, რომლებმაც პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმებს მიაგნეს და როგორც პიონერებმა უცხოელ პოლიტიკოსებს შორის პირველებმა გაჭრეს გზა ქართულ საპროტესტო სცენამდე. სხვას მოუწოდებენ რუსეთთან სანქციებზე, ამ დროს თვითონ საოჯრო ურთიერთობები აქვს რუსებთან. მათ შორის სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აქვთ ბიზნესებით. ეხლა ტანკერებით ზიდავენ ამ ნავთობს, რითაც ხელს უწყობენ საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებას რუსეთის სასარგებლოდ. ეს ბალტიისპირა ქვეყნები ჩვენ მოგვიწოდებენ თურმე რომ შევიდეთ სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან. იმიტომ რომ როგორც საჯაროდ განაცხადეს, ბალტიის ქვეყნებში უნდა იყოს მშვიდობა და დაე უკრაინაში და საქართველოში იყოს ომი. ისინი ჩვენი ქვეყნიდან პრაქტიკულად ომში ჩართვას ითხოვდნენ, ხოლო თვითონ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ამარაგებენ რუსულ სამხედრო მანქანას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, თუ რა უსამართლოა ცალკეული ევროპული ქვეყნების, ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთან და ქართულ ხალხთან. ამასობაში თავად ბალტიურ სახელმწიფოებში ჟურნალისტები ძიებას განაგრძობენ. რუსული ნავთობის თემაზე კი რამდენიმე ვერსია არსებობს და ანალიტიკოსების აზრიც ორად არის გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ თუ კი კერძო, თუნდაც გიგანტი კომპანიები რუსეთს სანქცირებული ნავთობის ექსპორტში ეხმარებოდნენ, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოები ვერ იქნებიან. თუმცა მეორენი მაინც მიიჩნევენ, რომ მილიონობით ტონა ნავთობით დატვირთული ასობით ტანკერი ისე ჩუმადაც ვერ იმოძრავებდა სამი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, იქიდან ერთს მაინც რომ ვერაფერი გაეგო.